მოგესალმებით ტელემამულის მაყურებლებო, ახლობლებო, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა ტელემამულის მაყურებელს ჩვენს გულშემატკივარს მივულოცო 10 წლის იუბილეა დღეს ტელევიზია მამულისა. 2015 წლის 1 ივლისს გავიდა პირველი გადაცემა და მას შემდეგ ჩვენ ფუნქციონირებთ გავდიოდით კვირაში ერთხელ, ნელ-ნელა მოუმატებთ კვირაში ორჯერ და ეხლა გავდივართ ყოველდღიურად ჩვენი გადაცემები 3-დან 5-6 საათამდე ხდება ხოლმე გადაცემების გასვლა. ყოველდღიურად აქვს შაბათ-კვირის გარდა, ასევე გვაქვს YouTube არხი, სადაც ჩვენი გამოსვლები იდება შაბათ-კვირას ხოლმე მთელი კვირის განმავლობაში გასული გადაცემები და გვაქვს რამოდენიმე სტუდია, 4 სტუდია არის ამ მომენტში ფუნქციონირებს და ჩვენ უკვე ფაქტიურად ძალიან უახლოეს ხანში გადავართ ეს 5 დღის განმავლობაში 2 გადაცემა გვექნება უკვე პირდაპირ ეთერით ხოლმე გასვლა. ამიტომ ჩვენ ვეთქვიან ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, წინ მივდივართ და მინდა მოგილოცოთ ეს იუბილე ჩვენს ერთგულ მაყურებლებს, რომელიც ნამდვილად შეარქვეს სახელი მამული, ეს არის მართალი ტელევიზიის სახელი, ესე ამბობენ და ყოველთვის სიმართლეს ამბობს. არის ჩვენი ტელევიზია მიმართული სწორედ ეროვნული მიმართულებით. ყველა ამბობს, რომ ჩვენ ეროვნული ტელევიზია ვართ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეროვნული ტელევიზია ვართ, ჩვენ საქმეთ ვამტკიცებთ, ვინ ვართ, რა ვართ და რა გვინდა. ჩვენ არც ოპოზიციური ტელევიზია ვართ და არც ხელისუფლების ტელევიზია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც გამოდის და ამბობს მხოლოდ სიმართლეს და ვინაც თუ ხელისუფლება კარგს გააკეთებს საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის დაუკრავს ტარს, თუ ოპოზიციაც კარგს გააკეთებს საქართველოს და ქართული ხალხისთვის გვერდზე დაუდგებით და ჩვენი მიმართულება არის ცენტრისტული მიმართულება. ჩვენ ბევრი პროგრამები წარუდგინეთ ხელისუფლებასაც, ზოგი გაითვალისწინა, ზოგი არ გაითვალისწინა, რაც გაითვალისწინა მოხარული ვართ და რაც გადადგა ნაბიჯები სწორედ ტელევიზიის მეშვეობით ძალიან კარგად გვისმენენ ჩვენ ტელევიზიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ამიტომ ჩვენი მიმართულება გვაქვს და ამ მიმართულებით ჩვენ არ შევცვლით და სწორედ ჩვენთან ისეთი პიროვნებები, ადამიანები და კაი ხალხი იქნება მოწვეული, ვინც ნამდვილად დაიცავს სწორედ ქართული ხალხის ინტერესებს და არ იქნება მიკერძოლებული ან ხელისუფლებისკენ, ან ოპოზიციისკენ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ ისეთი ხალხი ამოვაჩინოთ, მოვიძიოთ, შევხვდეთ, ვითანამშრომლოთ, რომლებიც ნამდვილად ხალხის საკუთრებით გამოდიან და სიტყვას ამბობენ. ესეთი არის სწორედ დღეს ჩვენი სტუმარი ხალბატონი ლია კუტალაძე, რომელიც არის სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის წარმომადგენელი, ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმის წევრი. ძალიან საინტერესო ხალბატონია, ძალიან საინტერესო შეხედულებები აქვს და სწორედ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს, რომ მთავარი არის ქართველი ერი და ქართული მიწა-წყალი. ჩვენი წინაპრები იმიტომ იბრძოდნენ, რომ შეენარჩუნებინათ ქართველობა, საქართველო და ჩვენი მამული. თუ მამული არ გაქვს, არ ვართ არაფერი. ილია ამბობდა, სწორედ იწყებდა მამული ენას არწმუნოება. თუ მამული არ გაქვს, მაშინ რაღაც ენა იქნება და რაღაც სარწმუნოება. ამიტომ დღეს ზოგი უყურამობს ენა მამული სარწმუნოებაა, მაგრამ ილიას სიტყვებია მამული ენა სარწმუნოება. ამიტომ მამულზე არის სწორედ ჩვენი ტელევიზია შექმნილი, მამული ეს არის ძირითადი ვეთქვენ ჩვენი დასაქმენი ძალა. ესე იგი, დღეს შეუსრულდა 10 წელი იუბილე და ეს ტელევიზია როცა ჩამოყალიბდა, მით თავისთავად პარტია მამული უკვე არსებობდა, რომელიც წელს გახდა ისიც 32 წლის პარტია მამული, ამიტომ ვეთქვენ სწორედ ამ მამულმა პარტიამ და ტელევიზიამ სწორედ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა საქართველოს კეთილდღეობისათვის. ბევრი კარგი საქმე გაკეთებული, რომელიც ჩვენ არ გვეხებოდა, ამიტომ ჩვენ არც სახელმწიფო პარტია ვიყავით და არც ოპოზიციური, მაგრამ ჩვენ ხალხისთვის და ერისთვის გავდით იმ ნაბიჯს. თითოეული პიროვნება, სახელმწიფო შედგება თითოეული ადამიანისაგან.
ქალბატონი ლიასაგან, ჩემგან, თქვენგან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უყველა სახელმწიფო. თუ ჩვენ არ ვიქნებით, სახელმწიფოც არ იარსებებს. ამიტომ სწორედ დღევანდელი დღეს გილოცავთ და ქალბატონი ლია მე მინდა თქვენი კაი ლექსი წავუკითხოთ მამულთან დაკავშირებით, ჩვენ გავესაუბრეთ, მანამდე ქონდა გასაუბრება და ესეთი კაი პიროვნება გვყავს დღეს სტუმარი, რომელიც ძალიან კაი პოეზია, კარგი ლექსებს წერს და ძალიან აქტიურია სწორედ ეროვნული მიმართულებით. ქალბატონია, მოგესალმებით, მივესალმებთ ჩვენ ტელემაყურებლებს და დაგვიწევთ პირველი თუ ლექსი დავიწყებთ ძალიან კაი ხდება და შემდგომ კითხვებზეც გადავალთ უკვე და ვიმსჯელებთ უკვე შემდგომ ამ საკითხებთან. დიდი მადლობა, რომ დღეს ამ საიუბილეო დღეს მოხდი თქვენს გადაცემაში და ეს გადაცემა არის ეძღვნება მამულს. ამაზე დიდი და ამაზე მნიშვნელოვანი ქართულს არაფერი არ გააჩნია და მე მინდა ესეც ვთქვა, რომ არაფერს არ აქვს მამული. სამშობლო ბევრს აქვს, მაგრამ მამული სხვაგან ზომილება და სხვა რაღაცა მამის ფუძესთან არის დაკავშირებული და ჩვენ გვაქვს ქართველებს მამული და ამ მამულს დიდი მოვლა პატრონობა უნდა, დიდება უფალს და მშვიდობა ჩვენს მამულს და მშვიდობა ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ქართველობას, დედამიწის 4-ვე მხარეს და დედამიწის ყველა კუთხეში, სადაც გაბნეულია დღეს ჩვენი ქართველობა, ემიგრანტები, მინდა აქედან მივესალმო იმათაც, მივესალმო ჩვენს ქართველობას და უსურვო, რომ ერთიანი შეკრული მამულის თანასწორი და პატრონები გამტარიყავით მომავალში და გახდეთ უნდა ეს ჩვენს ქართველობას განსაზღვრავს, ჩვენ სხვა მოვალეობა ჩვენი არსებობის არ ამგონია რომ იყოს მამულის გარდა და მისი მოვლის გარდა ენა მამული და სარწმუნოება, მამული ენა და სარწმუნოება ამის მეტი ჩვენ მოსავლელი არაფერი დაგვჩენია წინაპართაგან. მე ახლა ლექსის წაკითხვაზე არც ვიყავი ისა და ერთი ლექსი ვნახე აგერ მამულს საერთოდ მამულზე და სამშობლოზე წერ, მე სხვა არაფერი გამაჩნია. ჩემო ტანჯულო მამულო, ამ წუთში ასეთი აზრი მაქვს და ღმერთ მაქნას, რომ ჩემო გამოვლილო ტანჯვას, გამოვლილო მამულო ასეთი დამაწერინოს. მე ჩემი წმინდა წიგნი მაქვს და ჩემი სულის ბიბლია, რომელთან ერთად სულ რწმენი სიკეთის გზებზე მივლია. რწმენამ სიკეთის წყურვილი 1000-ჯერ გამიასკეცა, მივაგენ კუნძულს ღვთაებრიებს, როგორც გაბრიელ მარკესმა. თუ სული ობლად დაგიდის, შენი მეგზური ღმერთია, საკუთარ თავში შეიცნო, სამშობლო ერთადერთია ლაზარეც, ვინ სიბზნეს შემოგვინახა, ვინაც გვაცნობა ქართველებს, ვაზი, ვენახი, გვენახა, რომ წმენის მადლით აგვენთო სამყაროს სულის ნაწილი, გვაცნობოთ კაცობრიობას, ღვთისმშობლის გვერგო ჩვენ წილი, მე ჩემი სულის ბიბლია, მთელი ცხოვრება ვატარე, სამშობლოს სანთლად ავანთე და გულიც მასვა ნაცვალე, მერკი ნებოდნე 1000-ჯერ, მიმტრიეს გულის ფიცარი, ჩემო ტანჯულო მამულო, შემყავხარ დასაფიცარი. ნამდვილად კაი ლექსი იყო და ეს ლექსი აუცილებლად ვეთქვიან ჩვენთვის უკვე იქნება მამულისათვის ძალიან ვეთქვიან საამაყო ლექსი. ქალბატონმა ლიამ არ იცოდა რომ დღეს მამულის იუბილე იყო და სხვათა შორის როცა ჩავნიშნეთ ინტერვიუ იმ მომენტში არც მიფიქრობდი რომ რომელი რიცხვი არც მიფიქრია და უბრალოდ ისე მოხდა რომ ესე დაემთხვა და ალბათ ძალიან კარგია რომ დაემთხვა და თქვენ ახლა ჩვენი რესპონდენტი დღეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალბატონია, თქვენ ახლა დიდი ხანია ხართ როეთქვიან ეროვნულ მოძრაობაში სხვადასხვა მიმართულებით ხართ აქტიური პიროვნება საზოგადოებრივ მოღვაწე ხართ და აი მინდა ახლა თქვა რომ სრულიად საქართველოს ხნის ეროვნული ფრონტის წარმომადგენელი ხართ. ეს ფრონტი არის ცნობილი აკაკი ჯორჯაძის მიერ შექმნილი, მისი ნამოღვაწარი ბატონ აკაკის ყველა იცნობდა საქართველოში, მის საქმიანობას ყველა იცნობდა, მეც რამოდენიმეჯერ მოხდა
შეხვედრა კარგი საინტერესო საუბარი ქონდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. კითხვა-პასუხი იყო, ახლა იმიტომ რომ მას უფრო სხვა შეხედულება ქონდა, რაც ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გახდა შემდგომში ეს შეხედულებები. ბატონი აკაკის გამოღვაწარზე რა შეგიძლიათ რომ მის წვლილზე, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ თქვენ მოგახსენოთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა მე კი ბატონო შევხვდი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ვივსებთ, მაგრამ თქვენ უფრო დიდი ხნის ურთიერთობა გქონდათ, ბევრი რო თქვენ მებრძოლი იყავით, თანამებრძოლი და ამიტომ მოგახსენეთ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და კიდევ ერთხელ დავლოცავ ჩვენს მამულს და ამ თქვენ სტუდიას და საიდანაც მამულის გადაცემების გაჟღერება მიმდინარეობს და ეს არ არის პატარა სახელი კიდევ ერთხელ მინდა რომ ვთქვა და შემთხვევებთან შერჩეული არ გექნებათ ნამდვილად არ მოხდა შეხედეთ ჩვენი ჭიქაზას და ემბლემა 7 ქიმი 7 ბორჯღავი და სხვადასხვის ეს მოგიხაროთ რომ 32 წელი შეუსრულდა პარტიას რეგისტრაციიდან და ტელევიზია თავისთავად პარტიის მიერ ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოხდა რომ ესეთი ტელევიზია შეგვექმნა და სწორედ როცა შეიქმნა ნაციონალური პარტია მოძრაობა ჩვენი დღესაც მათ დაარიგეს ფურცლები ხელშეკრულება მოსახლეობას და ხედავ რომ ჩვენი ემბლემა არის მათ პროგრამაზე გამოსახული. ჩვენმა პარტიის წევრებმა გადავწყვიტეთ რომ შევხვედროდით და უგეხსნა, იმიტომ რომ ჩვენ როცა პარტია შევქმნით ეს ემბლემას და ყველაფერი წარდგენილია იუსტიციაში, რომ ეს არის პარტია მამულის ემბლემა. შევხვდით მაშინდელ ხელმძღვანელობას ვინც იყო, მიშა არ იყო ადგილზე, მაგრამ ვინც ხელმძღვანელობდა, ახლა რამოდენიმე პიროვნება იყო იქ. შევხვდით და უთხრათ რომ ეს არის პარტია მამულის ემბლემა, გერბი, რითიც პარტია იღებს მონაწილეობას და ამეთი გავდივართ. ძალიან არ მოეწონათ, რო ეთქვია და მე ვთქვა რომ ახლა იუსტიციის მინისტრი იყო და მამონ არ იცის რომ ეს პარტიის ემბლემა და გერბი, ამიტომ უნდა შეცვალოთ მეთქი და გაითვალისწინეს და შეცვალეს, რო ეთქვია შემდგომ 5-ჯვრიანი დროშა გააკეთეს და 5-ჯვრიანი დროში გამოდიოდნენ. ამიტომ რო ეთქვა ჩვენ ესე ზოგადად არა, ჩვენ გონებრივად, სულიერად სწორედ ეს შემნიშნა, რომ სულში გაქვთ ეს მამულის ესეთ არა, ისი არ მოდის. მე მინდა დღეს ჩვენს გადაცემას ასე დავარქვა, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. ერთი გზა, რითაც ბატონი აკაკი მოდიოდა, ეს იყო სიყვარული. თქვენ რადგან მასთან საუბარი გქონდათ, მიხვდებოდით, რომ მისი აღება, მისი წყობიდან გამოყვანა ძალიან შეუძლებელი იყო. მას ყველა უყვარდით და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ერთმანეთზე უკეთესად უყვარდით და ჩვენც ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ბატონი აკაკის პატივისცემაში და სიყვარულში, იმიტომ რომ მას უფლის ხმა ესმოდა, უფლისგან ჰქონდა ეს მიღებული. სხვანაირად როგორ შეიძლება რომ ვთქვა, კაცმა თავისი თავი მიუძღვნა უფალს და ეს ამბობდა, თვითონაც მწერალი იყო და ეხლა განათლება არ აქვს და ბატონ აკაკის, მაგრამ ამბობდა, მე რასაც ვამბობ, ეს ჩემი არ არის. ეს უფლისგან მომეცა და მე არ მიძებნია, არ მიკვლევია, ესე იგი საქმე გვაქვს უდიდეს ზოგად საკაცობრიო მოვლენასთან, რომელსაც უფლის მეორედ მოსვლა ქვია. უფალი პირველად მოვიდა 2000 წლის წინ, დაიბადა ქრისტე და განკაცდა და ისა და მოვიდა მეორედ სიტყვით. სულიერი გზით და სიტყვის სახით და სიტყვა არის ღმერთი. ჩვენ ვიცით ალბათ იოანეს სახარება თქვენ როგორ არ გეცოდინებათ, იოანეს სახარებაში წერია რომ პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი და ნამდვილად სიტყვა არის ღმერთი. დადებითად ნათქვამი სიტყვა ქრისტეა და უარყოფითად ანტიქრისტე. და ჩვენ ყოველი ჩვენთაგანი ვინც იმ ცუდი სიტყვით მოიხსენიებთ ვინმეს ან მეგობარს ან იმას ხდება ანტისიტყვა და ანტიქრისტეს იმაში გამოდივართ და აქედან გამომდინარე ბატონმა აკაკი მიიღო დავალება რომ ერის გადარჩენის გზა ეძია და
ეს სიტყვა მოვიდა გადასარჩენად. უფლის სიტყვა მოვიდა კაცობრიობის გადასარჩენად. და ეს მოვიდა ქართველებში, ქართულ მართლმადიდებელ ერში. მართლმადიდებელი სხვა სახელმწიფოც არის, მაგრამ ქართულ ამბავში არის ეს საიდუმლო ჩადებული ქრისტეს, თვითონ ქრისტე, მე ვარ ანი და ხოე თუ არა ჩემი სხვა ვერავინ მივა მამასთან გვიცხადებს, ხო? და ამიტომ ქართველთან მოვიდა, ქართველთან და კახეთთან. კახეთი თავია საქართველოს. ალბათ ეს მთელმა საქართველომ იცის, რომ კახეთია თავი საქართველოს და კახელმა კაცმა მიიღო ეს უდიდესი მადლი, რომ კაცობრიობას მიშველებოდა და ეძლია თავის თავში. იქაც არის და ძლევა. ხო, მე ვძლიეო ქრისტე ამბობდა მამა ჩემის გვერდში დავჯეგიო და ვინც ძლევს და მძლეველი აქედან მივიღეთ სახელი მძლეველი ვინც ძლევს ჩვენ საკუთარ თავში გვაქვს საძლევი არა ჩვენ სხვა უნდა ომით მაგრამ ის მაშინაც არ ხდება ძლევა აი უნდა მოხდეს კაცობრიობის მაღალ საფეხურზე ასვლა. ჩვენ ერთმანეთის მტრები კი არა ვართ და პირიქით ერთმანეთის სიყვარულით უნდა გადავარჩინოთ და ეს მისია დაეკისრა ბატონ აკაკის და თვითონ იყო სასწაულად გაწონასწორებული. ჩვენ კიდევაც გეუბნებოდა თქვენით მოხვედითო, არ დამიპატიჟები ხართო, არც არაფერს გიხდითო. ეს იყო მართლა თავდადებული განუსაზღვრელი შრომა ერისა და ქვეყნის გადასარჩენად. ამ შრომაში ძალიან ბევრი ვიყავით ჩართული და ბევრიც გამოგვაკვდა მე ასაკმაც გვიწია. ეხლა ცოტა ასაკშიც შევედით, მაშინ ცოტა ახალგაზრდები ვიყავით უფრო და მეტი შეგვეძლო და ეხლა იმდენად ვეღარ ჩანვართ ქუჩაში ვიდექით დილიდან საღამომდე ამ ხელმოწერებს ვაკეთებდით და სამი ეროვნული ყრილობა გვაქვს ჩატარებული და ბოლოს 1,907,000 ხელმოწერა გვაქვს გაკეთებული და მე თუ შეიძლება წავიკითხავ რაზე გვაქვს ეს ხელმოწერა გაკეთებული რომ ეს პირველი ყრილობა როდის ჩატარდა 2022 წელს ჩატარდა პირველი ყრილობა იმაში ფილარმონიის შენობაში ეს იყო უდიდესი შეკრება და უდიდესი სასწავლის წინაშე გავდექილი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე ახლა მინდა ხელმოწერის ბლანკი რას წარმოადგენდა და რაზე არის ქართველებს ხელმოწერილი ეს წავიკითხო ერის ხალხის ნება უზენაესია გადარჩენისათვის მოგმართავთ ქართველი მწერალი აკაკი ჯორჯაძე იქ 14-15 წელია დაწერილი, იმიტომ რომ ცოტა ადრეა ეს შედგენილი. ვაცხადებთ მოვლენა ჟამია ამ აზროვნები ამ გზით დროში ჩვენი დაღუპვა არის გადაწყვეტილი. და თუ ამჩნევთ, ასეც მიდის ჩვენი საქმე, მაგრამ გვაქვს გადარჩენის შანსიც. სწორედაც გადარჩენისთვის, რაც ერთადერთი გზა და საშუალება გთავაზობთ. საქართველოს ნეიტრალიტეტს, განსაკუთრებული სტატუსით. ეს განსაკუთრებული სტატუსი ნიშნავს ყველასთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას. ესე იგი, ჩვენ გამოვდივართ მედიატორი, ერებს შორის. არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი, აშშ თუ სხვა, არამედ ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად. წარმოშობით ქართველი მასპინძელია, ანუ საქართველოს განაგებს ქართველი ერი ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე. საქართველო თავისი ისტორიულ-ტერიტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ მატერიალური ფასეულობებით წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა-გასხვისების უფლება არავის აქვს. გაცემული, მითვისებული, გაყიდულ-გასხვისებული, წართმეული ტერიტორიები უკან უნდა დაბრუნდეს. მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამრჩენელი ახალი სისტემით. სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად ხელისუფლება გადაეცეს ერს, ის
მისი უმრავლესობის წარმომადგენლობას სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისათვის აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ჩატარების ვადებს და ახალი სისტემის მოთხოვნათა შესაბამისად. Აი, ეს იყო ხელმოწერის ბლანკი, რაზეც ქართველი ერის უმრავლესობა იმ დროისათვის აი ხლა 1,340,000 ვართო აცხადებს დებორ გიორგელიძე ახალი მონაცემებითო, აი ამაზე მოაწერა ხელი 2 მილიონამდე ქართველმა. და ეს შემდეგ მიიღო ეროვნულმა ყრილობამ დადგენილებად, რომ აღსრულდეს და ის ჩვენ ხელმოწერები გაცილებით მეტი მქონდა, მაგრამ ყრილობამ და ბატონი აკაკი ძალიან კაცრი იყო, შეუვალი იყო ამ საკითხებში, ის სიყალბის ერთის ხალხსაც გაგვაკარებდა, ზოგჯერ გაურებული იყო ხელმოწერა და რაღაცა და 1,907,000 ხელმოწერა ჩაითვალა ლეგალურად და ყრილობამ დაადგინა ეს რიცხვი. ხო და ძალიან კაი. ესე იგი მე ახლა რა მაინტერესებს გამოდებულია. ეხლა ბატონი აკაკი გარდაიცვალა, ხო? მემკვიდრე ვინ არის ახლა? ძირითადად ის ვიღავს რო ეთქვა ასე რომ ჩვენ მემკვიდრე ვართ ახლა ამ საკითხის. კი, გასაგებია, მაგრამ ახლა ეს ვთქვა, სუფრაზე როზივართ ქართველები. წესით ყავს თქვა თანადა, ხო? კი ბატონო, ყველა თანასწორუფლებიანია იქ, მაგრამ მაინც არსებობს რომ ვინ თამადობს აკია მძლეველის თავმჯდომარე თქვენთვის კარგად ცნობილი ლაშა ლომიძია. კი ბატონო. ხო. და თავმჯდომარეა და ეხლა სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი და ნუ ჩვენ ეხლა თითოეული ადამიანი გეუბნებით ეხლა შეუძლოთაც ვართ ზოგი დავბერდით, ზოგი ვერ ვახერხებთ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტიურობას და მაინც ვიკრიბებით რაღაცა და მაინც რაღაცას იმავშვებით იქ ჩვენ სარდაფში იყო ბატონი აკაკი იჯდა ის 28-29 წელი იჯდა სარდაფში მას პირველად მარტო საფლავზე დადიოდა იცით ალბათ მისი ვაჟი სამფრობიდან უდროდ გაყვანის ისა თუ საზოგადოებისთვის ესეც ცნობილია, მაგრამ მას როცა ეს ცნობიერება მიეცა, იქავე ეცნობა, რომ ოჯახის ერთი წევრი გამოაკლდებოდა და ის ერთი წევრი დარჩა მისი 24 წლის ვაჟი. მე ლაშას დაუკავშირდი შაბათ ხუთს 4 დღეს ის მე თვითონ ამერიკა ნუ საქართველოში არ იმყოფება თუნდა საუბარი ნუ ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო ამ გუშინდელ ჩაწერაზე ან დღევანდელ ჩაწერაზე მაგრამ მითხარ როგორც ჩამოვალო აუცილებლად დაგიკავშირდებით ველოდებით რომ ალბათ ჩამოვა ამ დღეებში შეიძლება დღესაც ჩამოვიდეს და აუცილებლად შემოგვეხმიანება და ჩვენი სტუმარი იქნება რამოდენიმე ჩაწერა სადაც გქონდა ძალიან საინტერესო პიროვნება ბატონი ლაშა საინტერესო თემებზე მოხდა საუბარი როცა ჩაწერა მოხდა ისეთ თემებზე საუბრობთ რომელიც მოეთქვა სწორედ დღეს ოპოზიცია იმაზე კი უნდა იბრძოლოს რომ თქვენ წარდი და მე მოვალ ამ ხელისუფლება იმაზე კი უნდა იბრძოლოს ხამის გულისთვის არამედ სწორედ ის თემები უნდა წამოეწიოს რომელიც ქართველებისთვის და ქართველი ხალხისთვის არის სწორედ მისაღები და საინტერესო სწორედ ესეთ თემებზე გვექნება აუცილებლად საუბარი და დღესაც ესეთ თემებზე ვსაუბაროთ სწორედ და სწორედ იმ ყრილობასთან დაკავშირებით რომელსაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა პერიოდში გააერთიანა ქართველი ხალხი გარკვეული შემართება მისცა სწორედ ესეთი გაერთიანება გვჭირდება დღესაც თუ დღეს არის დასახსული ქართველები სხვადასხვა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ რასაც უყურებ ბრძოლა მიდის სკამებისთვის ერთი იბრძვის შენარჩუნებისთვის მეორეებისთვის მოპოვებისთვის და აი ეს ბრძოლა როდის თქო დამთავრდეს 30 წელია თუ მეტი ვიბრძვით ეს ქართული ხალხის სახელით გამოდიან ქართული ხალხის ვეთქვია მაგრამ ქართულებს არ გვეთყობა კარგი არაფერი ამობენ წინ მიდის მაგრამ ჩვენი წინსვლა არის არა რიცხვები არამედ რეალური წინსვლა უნდა იყოს და რეალურად უნდა იყოს რომ ხალხმა დაინახოს დიდარი ქვეყანა გვაქვს და ღარიბი მოსახლეობა არ უნდა არსებობდეს. მე მიყვარს მდიდრები და მე მინდა ყველა ქართველი მდიდარი იყოს.
ქართველი კი არ მიდიოდეს უცხოეთში სამუშაოდ, არამედ უცხოელები ჩამოდიოდნენ ამ ქართველთან სამუშაოდ და საქართველოს სამუშაოდ. საქმე ის არის, რომ ეხლა უცხოელები იმდენი ჩამოდის, ჩვენ ხალხის რაღაც მიზერული სამუშაოებია და ის შეიძლება ქართველი დასაქმდეს, იქ ყველგან უკვე უცხოელი არის დასაქმებული და იმ აღწერების შემდეგ კიდე რამდენია საქართველოსთან გასული კაცმა არ იცის და საქმე რაშია იცით ჩვენ სისტემა, აი ხლა დიდრები მიდიან იმ პარლამენტში და დიდარმა ღარიბის ის არ იცის და სულხან საბას არ იყოს და დიდარიო მომყმარწო მაძღარიო პურსო წვრილად უშვნედაო და თანზე დაყვეთრიდაო რა ყორულა დაჭამო ხო და დიდარმა ღარიბის გასაჭირი არ იცის ვერ ითავისებს რომ და მე ახლა გულების კდება რომ უყურებ გადამარჩენინეშვილი როტირის ადამიანი რა ეს ხელისუფლება ვერ ხდება ხალხის სახელით რო გამოდის ხელისუფალი იმან ხალხს უნდა უსმინოს ეხლა ეს ინანიშვილს აქვს ერთი მეტად საინტერესო მოთხრობა ერეკლე მეფე და ანანომრელი ულამაზოებიო აი ულამაზოები და ეს დაჩეკილი და ლიბიჭები ფეხშიშველა და ტანშიშველა რომ დიდიან ერეკლე მეფეს და ეუბნებიან რომ გატყილებენო მეფეო გიმალავენო ამ ჩვენს ხალხს თავის გლეხებსო გადამალულები ყავთო აი და მეფე ამ ხალხის იმედს უკრუა ვიდრე ზევით თავადების და იმის და დღესაც ასია მე ერის ტკივილი და ერის გასაჭირი თუ არ გესმის და რა ხელისუფალი ხარ თუ ერის გასაჭირი არ გესმის და თუ ვერ ხედავ რომ ისა იმ კონცერტებს რო დგამენ ადამიანებს მოხედონ და ადამიანს ლუკმა გაუჩნდეს და ადამიან ქართველი ბუნებით არის ამაყი და დამორჩილებელი მე ასე ვფიქრობ მაგალითად რომ ბუნებით ამაყია ქართველი და ამაყი ერის ასე გადაქცევა ეს დიდი ტკივილი და დიდი უბედურებაა ჩემთვის რომ ქართველს არ აქვს მისი სიამაყე შერჩენილი ამდენად მე გაბატონული ერთ რაღაცას ვიტყვი აი ამ დამოუკიდებლობის პერიოდში ძალიან მომრავლდა შიდა მტრები შიდა მტრები ქართველებს არასდროს არ გვაკლდა იმიტომ რომ თავად აზნაურობაც ბევრი სასაზღლეს ჩადიოდა ყოველთვის რომ უფრო გაძლიერებული იყო და მე მეფე შებრძოლოდა და დღეს სწორედ ამ დამოუკიდებლობის პერიოდში კიდევ ძალიან ბევრი რო ეთქვია აგენტურული ქსელები აგენტურული ხალხი რომლებიც ფინანსდებია უცხოეთიდან ეხლა დღესო დაიწყეს რომ ეხლა ეს რაღაც გამჭირვალეობის კანონი აგენტ ეს 30 წლის წინ ყოფილიყო გასაკეთებელი, იმიტომ რომ იმდენად მომრავლდა, თქვენ წარმოგიდგენიათ, როცა პარტია ფინანსდება უცხოეთიდან. ხო? ამ ეს პარტია მოდის ხელისუფლებაში და შემდგომ მე რატო ვთხოვთ მას, რომ შეასრულოს ქართული საქმე. როცა ის ფინანსდება უცხოეთიდან, უცხოური გრანტებია თუ გვერდითი შემოსავლებია თუ რაც არის, ის ქართულ საქმეს არ გააკეთებს და ყოველთვის გააკეთებს დამკვეთის საქმეს. თუ არ გააკეთებს დამკვეთი დადებს ისეთ საბუთებს, რომ რისთვისაც უხდიდათ ახალს, ხო? ამიტომ არ შეიძლება არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია არ ფინანსდებოდეს უცხოეთიდან. სწორედ ჩემი პარტია სწორედ წლებია ებრძვის იმისთვის, რომ გაუქმდეს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან. მე ვარ მხოლოდ ერთადერთი პარტია, რომელიც ამას ვყურებია წლების განმავლობაში და არავინ მხარს არ მიჭერს. არავინ არც ერთი პარტია არ გამოსულა, ვთქვათ, მოდი ხელი მოვაწეროთ, რომ გაუქმდეს, იმიტომ რომ თქვენ პარლამენტში და ხელისუფლებაში იმიტომ კი არ მოდიხართ, რომ თქვენ ხელფასები დაინიშნოთ პარტიული, ხა თქვენ წარმოიდგინეთ მილიონობით თანხებს მოიღებენ პარტიები. და ამ თანხებით მე ესე ჩვენი თანხებით აფინანსებენ ბუდიში და რუსახმულს, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მოღვაწეობენ. საქართველოს საკეთილდღეო მაინც მოღვაწეობენ კიდე იტყვი ჟანდარმასვა რა და ბევრი არის ესეთი, რომლებიც იყენებენ ამ დაფინანსებას, ხალხის ფულს იყენებენ სწორედ მათი საქმიანობისთვის. ხალხის დასაჭერად. აი ამას მე წლებია ლაპარაკობ და არც ერთი პარტია არ მეხმიანება ამასთან დაკავშირებით. შიდა ლაპარაკით ახლა ვერ მეუბნებია რომ არა, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება და ხელი მოვაწევ, ხელს მოწევ აღარავის აღამდა კი. არა, ნუ იცი რა, აი ჩვენ ხო გვინდა არსებობა პარტია უნდა ფინანსდებოდეს საწყო ანალიზით და შემოწირულობით.
აი სწორედ მე ვილაპარაკოთ ვინ არის ეროვნული პარტია, ვინ არის პატრიოტული პარტია და ვინ შეუძლია სწორედ გადადგასის ნაბიჯები, რაც გადასაგვარია. ამაზე ყველა ჩემი წინააღმდეგია და ბევრი მებრძვის, რომ არც ხელისუფლებას არ მოწყობარ, იმიტომ რომ ისიც იღებს დიდ დაფინანსებას, არც ოპოზიციას არ მოწყობარ მმართველები და არავის არ მოწყობს როგორც ჩემი პარტია. მაგრამ თავარი არის რომ ხალხი არის სწორედ ამ შეხედულებაზე და მე ვფიქრობ რომ ჩვენ თქვენ გვერდზე ვარ. ეს არის მნიშვნელოვანი რომ ხალხის გულში იყოს ადამიანი და ეხლა ერთი ამ იმასთან დაკავშირებით, ყრილობის დადგენილებასთან დაკავშირებით მინდა გითხრა და გუშინ მე თქვენი გამოსვლაც მოვისმინე და მიხარია რომ ასე შემართულად ვიმაშვრებით, მაგრამ 4 შვილი გქონია და იმ თქვენს 4 შვილს სამშობლო ხო უნდა და მამული ხო უნდა გადავულოცოთ, ეს ხომ ჩვენი ვალია. ამაზე დიდი ვალი ქართულს არ გააჩნია წინაპრის მიმართ და მე რა მინდა ეხლა თქვენს ერთ წინა გადაცემაში ასეთი რაღაცა თქვით, გამოვიდეთო ჯანმოდანო, აუცილებელი არ ჭირდება ჯანმო, მაგათი ვაქცინებიც არ ჭირდება და არც არაფერი არ ჭირდება. იმდენი ბუნებრივი შესაძლებლობა და საშუალება საქართველოში 60-ში ვცხოვრობთ, ხო? ყველა ტკივილის წამას არ ვიშოვით. თან მედიცინაც საკონკრეტულად ყველაფერს წამას არ ვიშოვით. არ მინდა კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოფნა და გაერთიანება და რა ვიცი სხვადასხვა მიმართულებები და ეროვნული ყრილობის დადგენილებით ეს ყველაფერი გვარდება. აი ეს არის მნიშვნელოვანი ამ ეროვნულ ყრილობის დადგენილებაში, რომ ყველა ჩვენი გასაჭირი მართლმადიდებლობა რომ გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად და რომ არ შემოვიდეს ეს თავის ჭკუაზე ვინმეები და არ გავიდეს, რომ არ გაიყიდოს ქართული მიწა და რომ ამ მიწის პატრონი ჩვენ ვართ, რომ ამოგვიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან ეროვნება, იმდენი ვთქვათ ეხლა ჩვენ რაც საჯარო რეესტრში ვართ, თუ 160,000 თურმე იმას უცხოელებზეა გასხვისებული ჩვენი ქონება. ხო და იმ როგორც მოზამბიკელი ამ ქვეყნის პატრონი და იმ მისი კუთვნილი ბინის მფლობელი ისე ვართ ჩვენ ქართველები. ჩვენ ეროვნული საუნჯე ხელიდან გამოგვაცალეს ამ ეროვნების ამოღებით პირადობის დამადასტურებელი საბუთიდან და ჩვენი გასაჭირი იქედან მოდის. ჩვენ დღეს კი არ გვაქვს ეს გასაჭირი. ეს გასაჭირი და მოდიოდა წლების განმავლობაში და დღეს მივიღეთ ეს უბედური ეს გასაჭირი მივიღეთ დღეს და კიდევ ხვალდაზე რა გასაჭირებს მიმზადებს განგება კაცმა არ იცის. იმიტომ რომ თუ არ შევაჩერებთ ჩვენ ეს ეროვნული ყრილობის დადგენილება და თუ მოვლენა არ აღიარეთ, ხო? ამ მოვლენის აღიარებას და ამ დადგენილებით და ჩვენ თითქმის 200-მდე ქვეყანა, 197 ქვეყანა ამ დედამიწაზე, ხო? სულ ყველას ვაცნობეთ, რომ საქართველოში მოხდა უდიდესი მოვლენა. ღვთაებრივი მოვლენა, ეს არ არის ეკლესიური მოვლენა, ეს არის ღვთაებრივი მოვლენა, მაგრამ საკითხი წყდება პოლიტიკურად, რადგანაც დედამიწაზე არსებობს 4 რელიგია და 4-ვე რელიგიის ხალხი გადასარჩენია, სავლე უნდა იცეს პავლეთ, არა იმას მნიშვნელობა, რომ რა აკეთა, სავლე უნდა გადაიქცეს პავლე და ყველა ვართ გადასარჩენი და აღარ მოიკითხება მასწავლებლობის დროინდელი ცოდვები. ეს ყველაზე უფრო უნდა აწყობდეს ჩვენს ხელისუფლებას დღეს ამ კრიზისულ მდგომარეობაში, რომ ეს საქმე გააკეთოს და ამას მოკიდოს ხელი, იმიტომ რომ ჩვენ ვალების გვეხსნება, იმიტომ რომ 2002 წლიდან პირველი ყრილობა რო ჩატარდა, იმას მერე ჩვენ რაც კანონმდებლობა დაიწერა და რაც პარლამენტმა კანონი მიიღო, ყველაფერი დათილად არის ცნობილი. ეს მთელმა სახელმწიფოებმა იცის და საქართველოში რომ მოვიდა ეს ცნობა, რომ ისა ელოდნენ ამას, მთელმა კაცობრიობამ იცოდა, რომ საქართველოში უნდა მოსულიყო უფლის სიტყვა. მეორედ თქვენ ახლა ჩემთან შედარებით პატარა იქნებით, მაგრამ მეორედ მე ახლა
დაბადებიდან მეორედ მოსვლა ეს ხოტრიალებდა ჩვენს კურსში მოხდა ეს მეორედ მოსვლა და რატომ ვერ ღებულობს ან ჩვენი საპატრიარქოსეც მინდა თქვა კაცო უწმინდესმა 2020 წლის 12 იანვარს თქვა რომ დღე-დღეზე მოხდება მეორედ მოსვლაო და ეხლა უწმინდეს და უნეტარეს მაგი არ შეეშლებოდა ხო? ეხლა უძლურებაშია და ვერც ახერხებს ამ ცნობის ერისთვის მიწოდებას მე ასე ვფიქრობ თუ არა უწმინდეს ეს არ შეეშლებოდა დღე-დღეზე იქნება 2020 წლის მერე 5 წელი გავიდა და ვერ მოხერხდა ამის აღიარება და ეს ყველაზე კარგი მისაგნები გზა არის იმისი რომ გავთავისუფლდეთ ამ საერთაშორისო ვალებიდან გავთავისუფლდეთ ამ ვალდებულებებისგან აი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი რომ მოაწერეს ხო 1000 გვერდიანია 1000 გვერდიანი კონსტიტუცია არ გაქვს და რა წერია იმ 1000 გვერდზე რა ვალდებულებები მივიღეთ იქიდან ჩვენ ეს ხო არ ვიცით და რას გაქვს ჩვენი ის გოგო ბიჭები რა გზაზე ადგიან როგორ შეიძლება რომ იმათმა მამულისთვის და სამშობლოსთვის იბრძოლონ ამ ინტერნეტმა ვარყოფითიც გავიკეთა და დადებითიც, მაგრამ ხელიდან გამოგვაცალა ეს ახალგაზრდობა და მამულის დამცველები გამოგვაცალა ხელიდან. ჩვენ რო აღარ ვიქნებით, ჩემი თაობა რო არ იქნება და აღარ იბრძოლებს ამ კუთხით, პედაგოგებიც გამოიყვანეს სკოლიდან. ის პედაგოგები, რომლებიც ჩემსავით აზროვნებდნენ. და მე ახლა ძალიან დიდი ტკივილები გამაჩნია და მადლობას გიხდით იმისთვის რომ ეს ტკივილები თქვენ ეთერში გულწრფელად თქვი აქეთ და ხელი არ შეგიშლიათ ხელი სხვადასხვა ისინი ეროვნულები ვარ თუ იცახიან მაგრამ მთლად ეროვნულობას ვერ ვატყობ აი ხლა მილიონერები რო გეჭდება პარლამენტში ხო იქ ეროვნული რა დააჭირე ეს გრეხი ანდა ინტელიგენტი დააჭირე კაცო რომელმაც ერის გასაჭირი იცის და ერის გასაჭირს გულთან მიიტანს მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამ საკითხებს და ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლებას დავეხმაროთ აი ხა ეს საკითხი რო ისნა 1996 წელს 95 წელს გამოაცხადა საზოგადოებაზე 1995 წლის 9 იანვრის დღის 2 საათზე ბატონმა აკადემიკ გამოაცხადა რომ მოხდა ზოგად საკაცობრიო მოვლენა და 96 წელს ის რუსეთის პატრიარქი ჩამოგზავნდა ჩვენთან საქართველოში და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ 200 წელი რუსეთის ქვეშევრდომობაში ვიყავით და ჩვენი ავტოკეფალიაც არ ქონდა რუსეთის ავტოკეფალიაც ვიყავით შეფარებული და არასოდეს არ ჩამოსულა პატრიარქი საქართველოში ამ ცნობის მიღების მერე ჩამოვიდა მე 99 წელში იოანე პავლე მეორეც ჩამოგზავნდა თუ იცით ხო ესე იგი აქედან კაცობრიობის გადარჩენა კავკასიიდან უნდა დაიწყოს ჰეგელიც ამბობდა მხოლოდ კავკასიაში აღწერს ადამიანი განვითარების უმაღლეს წერტილსო და ამ კავკასიის პრობლემები ვარ ჩვენ და ჩვენი ამბანია და ქრისტეს ცნობიერების შემცველ მატარებელი ამაში ასომთავროშია ჩადებული ყველა საიდუმლო და ხედრული თიხსნება აი ამ ხელამ მადლის პრობლემები ვარ ჩვენ და რა გჭირს რა დაგვევართა იმისი რომ ვერ შევძერით ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანა და კიდევ და კიდევ უფრო ჭაობში ვეფლობით. ბატონო და სხვადასხვა სიტყვის ქრისტე ქართველი ორი ქზე ეწება. ამასაც არ დიდი მნიშვნელობა. ვითომ არაფერი რომ ქრისტეს მოსვლა ქართულად ხდება და განკითხვა და ამას ყველაფერს თავის დიდი მნიშვნელობა აქვს, ქართულ ამბავს დიდი მნიშვნელობა და ყველაფერს. ჩვენ იმიტომ ვართ ღვთისაგან მადლიანები რომ ქრისტე და ქართველი ეს დაკავშირება არის ძალიან საინტერესო. შობლის წინყვები ქვეყანაა და აი ეს ღვთისმშობლის წინყვედრობა გვერდოცილა და იქ კიევ-პეჩოვის ლავრაც არის და ის უკრაინის რაღაც მონაკვეთიც არის ღვთისმშობლის წინყვედრი და კიევ-პეჩოვის ლავრაში ახლა რესტორანი აქვს გამართული და საშინელებები ხდება იქ
თუ ჩვენი არსებობა სულიერ სხეულებრივია, სულში წყდება და ფიზიკურში შემდეგ მე ვხედავთ რა ხდება, სულმა რა გადაწყვიტა და თუ არის უფალთან თუ არ და თუ სული და სხეული ერთმანეთს დასწროს და გარდაცვალება დგება და იმისთვის რომ ჩვენ არ დავშორდეთ და გარდაცვალება არ დადგეს, ხო? უფლის გზით უნდა მეառოთ, სხვა გზა არ არსებობს და გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს, იმიტომ რომ თუ უფლის არ გასმის მის შექმნილ ქვეყანაში არ გავყოფებს, ხო? ლოგიკურად რო თქვა და ეხლა თქვენი შვილი თქვენს რო არ გისმენდეთ, ხო რთულია რა? განაყოფილი აქ არის საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი პრობლემა არის და ალბათ იმედია ეს პრობლემა გამოსულდება. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მე პური გამოვაწყოსო და პოლიტიკოსმა კიდე პოლიტიკას მიხედოსო. აქ არის ერთი რაღაცა, დღეს რომ ხედავთ, აი ალბათ პარლამენტი, ხო რამდენი პოლიტიკოსი ხოს პარლამენტში? არც ერთი. ხო. ან შეიძლება მე ყალებდება, შეიძლება ჩამოყალიბდეს პოლიტიკა. მე ჩამოყალიბდება. მაგრამ მას უნდა ეს ნაბიჯები უნდა გაიაროს, ხო პოლიტიკური ცხოვრებისეული ნაბიჯები უნდა გაიაროს. მაგალითად ჩვენ რო დავიწყეთ ეროვნული მოძრაობა, დაიწყო მე მაშინ თქვენ ახალგაზრდა ვიყავი, ეს 18-20 წელსა და ჩავარდი ამ მამათან ერთად ვიყავი, რომ თქვენ ეროვნული ბატონი ცოტა ვიყავით და რა დროშა, რა გაზეთებს ვარიგებდით, რა ჟურნალი გამოდიოდა რაღაცა მე მოხდა იქ რაღაც განხეთქილება მოხდა ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ ეს ნაბიჯები სწორედ და ეს პატრიოტიზმი რაც ხონდა, აი მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ხონდა. ჩვენ იმიტომ მივიღეთ დამოუკიდებლობა, რომ სწორედ ერთი იდეით გაერთიანდა ხალხი. გაერთიანდა ერთი იდეით, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამ დამოუკიდებლობის შემდგომ უნდა მომხდარიყო სწორედ განვითარება ეტაპობრივად. დღეს ხედავთ, რომ მოდიან ხელისუფლებაში ბევრი ისეთი, კიდეც ოპოზიციიდან და ორივე მხარეს ვიტყვი რა. არც ერთზე არ მაქვს თქვენ ესა. ოპოზიცია დღეს გამოდის რაღაც უაზრო ლოზუნგებით. გამოდით ხალხო, ვისთვის გამოვიდეს ეს ხალხი, რომ შენ მოგიყვანოს ხელისუფლებაში გადატრიალება მოხდეს და კიდე რაღაც უბედურება მოხდეს, ხო? რა მოგვიტანა ამ გადატრიალებამ? ერთი გადატრიალება მოხდა და ჩამოაგდეს გამსახურდია და ძალიან ცუდად დამთავრდა ის უბანს დაუპირისპირდა რაიონს დაუპირისპირდა ქალაქი ოჯახები დაიგრა ერთმანეთის როიტყვიან განსხვავებული შეხედულებებით და ძალიან ცუდი შედეგები დღესაც ვიმკით იმ შედეგებს რაც მოხდა სწორედ 91-92 წლებში ხომ იქიდან წამოვიდა შემდგომ რომ დაიშალა საქართველო ჩვენ ერთიანი ყოფილიყავით არ დავკარგავდით არც გარე ქართლი ოძახილია და არც ცხინვალე გარე ქართლი, აქ შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ეს არის გარე ქართლი, გარე კუთხის ქართლია, რომელიც ის უძველესი ქართული მიწებია და სწორედ ეს დაიკარგა. შემდგომ რა მოხდა აფხაზეთის მიმართულებით პირველი რაც ძალიან ცუდი შედეგი მოყვა აფხაზეთი და კიდევ სულ დაიკარგა ეს ტერიტორიები და ეს ახალგაზრდობა რომელიც ახალი თაობა მოდის ძალიან ბევრს აღარც ახსოვს და ვისაც გვახსოვს კიდე ალბათ იმას ელოდებიან ესეც აღარ იქნებიან და ეს ტერიტორიები თუნდაც დაიკარგებაო, მაგრამ იმედია ჩვენ მანამდე შევძლოთ სწორედ ეს სიტყვა ეს თქმა რა სიტყვაც არის ღვთის სიტყვა და ღვთის მაგალითად იმიტომ რომ გვაქვს ის ძალა მოდის უკვე ის შეხედულებები და ახალგაზრდობას კიდე უნდა ჩავნებოთ რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია და ის დაბრუნდება აუცილებლად საქართველოს შემადგენლობაში. როგორ დაბრუნდება და სწორედ ამისთვის ვიბრძვით თქვენს, მეც და ყველა ეს ხალხი, ვინც სწორედ აი ჩვენს ირგვლივ ერთიანდება. ძალიან ბევრი გაერთიანდა ჩვენს ირგვლივ მოხარული ვარ, მერაბშონია შემოგვერთდა, ყოველ პარასკევს ეხება მას თანაწამყვანები ვარ და ძირითადად წამყვანი ბატონი მერაბშონი ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს, შეხედულება აქვს, როგორ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის გაფრთხილება და სწორედ იმ სუფრის წესით უნდა მოხდესო ქართული ხალხის გაფრთხილება. თავარია ეს მეორე მოსვლა უნდა ვაღიაროთ და ეს მოვლენა უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ ეს არის ზოგად საკაცობრიო ეს რო აღიაროთ ამიტომ უნდა შეიქმნას კიდე ხო დიდი წრე არის პატარა წრე და ეს რო უნდა გაფართოვდეს ხო ეს რო გაფართოვდეს ამიტომ მაქვს მე ურთიერთობა და ბატონი ვაშაც შევთით და ვისაუბრეთ და რაღაცა გვაქვს ურთიერთობები და
უნდა კი არა, უნდა მოხდეს გაერთიანება, საერთოდ ერის გაერთიანება უნდა მოხდეს, ერმა უნდა ვძლიოთ საკუთარ თავს და ამბიციებსაც უნდა ვძლიოთ, იმიტომ რომ ყველას უნდა პირველობა და პირველობა კი არ არის, პირველობა საქმის კეთებაშია საჭირო და თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ მე უნდა უხელმძღვანელო, შემიყვანებ მე პარლამენტშიო და მე იმ პარლამენტში რომ შესული უკან არასოდეს არ ეკურება. ამირჩიეო და იმ უაღირჩევ კი ბატონო, შენ კარგად იქნები, მაგრამ ეს და ქვეყანას რა ეშუქება. რატომ აუჩეთ, დავსოდეს კი ხო, მასური გაწევს. აი, ამერჩიე თუ და მორჩა. ხო, ამიტომ სისტემა არის ეს სისტემა, კაპიტალისტური სისტემა გვაძლევს იმას, რომ დასასრულისაკენ მივყავართ. ეს არ არის განვითარებული სისტემა და სამომავლო სისტემა. სისტემა უნდა იყოს ისე, რომ ხელისუფალი ერთსაფური იყოს. ახალ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. ადამიანის ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ჩვენ ივანი ნაციონალისტები გვეუბნება, რომ მე წყლით ვნახავ და ჩემს შემდეგ მომავალიო სული წმინდით მოვნათლავთო და აი ეს სული წმინდით მონათლა არ ყოფილა, ჯერ არ მომნათლულვართ სული წმინდით. უფალთან არ მივსულვართ ჩვენ. ჯერ ნაციონალის ფუნქციაში ვართ კიდე და წყლით ვნათლებით და ვერ ავმაგდით ღმერთამდე. იმიტომ რომ ის გიყვარდესო მტერი შენიო გეუბნება უფალი. რაც საკუთარი თავისთვის არ გინდაო იმას სხვასაც ნუსურვებო. დალოცე შენი მაწევრებიო. აი იმ მაწევაშიც და იმ იმაშიც შენი სულიერი და ახალი ენერგია შევიდეს უნდა. ჩვენ გვეძლევა სამყარო გვაძლევს უამრავ დადებით ენერგიას და ჩვენ იმდენად ავართ და ძველ ენერგიებში ჩარჩენილი რომ ვერ ვიღებთ იმ ახალ ენერგიას და იმიტომ ხდება ამდენი სიკვდილი, ამდენი გარდაცვალება. ასე ვეჯახებით ერთმანეთს ბატონმა აკაკი თქვა რომ იქნება ახალგაზრდობის შეწირვა და ყველაზე რთული რაც არის ჩემთვის საფრთხმელადაც და მოსასმენადაც ის არის რომ ახალგაზრდები გვეცლება ხელიდან და ზოგი ერთმანეთს ვერ იტანს და კლავს და ამ ბოლო პერიოდში ამან განსაკუთრებულად მიიღოთ გამრავდა ეს კვლევებიც და ახალგაზრდების ამ ქვეყნიდან წასვლა და ამაზე საშინელება არაფერი არ არის ჩემთვის და ალბათ თითოეული ადამიანისთვის რომ ასეთ რაღაცას გავიგონებ და ამიტომ სისტემა მე არ ვებძი არც ივანიშვილს არც სააკაშვილსაც არც არავის ამ ყველა გადასარჩენი ვარ და ყველა საჭირო ამ ქვეყნისთვის უმეტესად არის საჭირო გული და სული და სიყვარული ერის და ქვეყნის და ადამიანის ვიდრე ის რომ ჩვენ ვინმე დაგვაფინანსოს და რაღაცა ვაკეთოთ ამ ფინანსებით და არანაირი ფინანსი ჩვენ არ გჭირდება. უმდიდრესია საქართველო. ამაზე მდიდარი ქვეყანა დედამიწაზე არ არის. მენდელევის პერიოდულობის ტაბულაში რაც ელემენტი არის, საქართველოში მოიპოვება ყველა. ხო და რა გვაქვს ჩვენ ვინმე სამათხოვრო ან ამ ხესების მშენებლობაზე რომ გადაიდგენ ახლა და იქ ქუთაისში თუ იქეთ რო აკეთებდნენ ხო ნამახმა ხესი და ჩვენ 4 ხესი გქონდა და იმ ხელა საწარმოები მუშაობდა და დღეს არაფერი არ მუშაობს და ხესი მიშველის ჩვენ და ამ ღვთისმშობლის წილკვეთ მამუცა ასე რომ დატყურავდა გაანადგურებდა გააწამებდა ქვეყანას ეს არის საქმე კაცო ეს არ შეიძლება ეხლა ჩვენ პატარა ერებს ვარ საფრთხე პირველად და მე დიდი ერებიც მოყვება უკან თუ ქართველი არ იქნება და ისა გამოგველება სიცოცხლის იგი არც დიდი ერები გადარჩებიან გლობალიზაცია ინტეგრაციის არსებული წესები მიმდინარე პროცესები პირველ რიგში პატარა ერებს შემდგომ კი მთელ კაცობრიობას საფრთხებულად გადაიქცევაო აი ბატონი აკაკი ასე წერს დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი პირობა მართვის არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა ერებისა და სახელმწიფოებს შორის სრულიად ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბება ახალი მსოფლიო ოჯახის შექმნა საჭირო რომელშიც თითოეული ერი და ქვეყანა თავისი უნიკალური იერსახით ენით, კულტურით და ტრადიციებით იქნება წარმოდგენილი დაცული იქნება თითოეულს როგორც აბორიგენი ერის პრიორიტეტული უფლებების საკუთარი ისტორიული მიწაწლის ისტორიული ქვეყნის ტერიტორიულ ფარგლებში
როგორც უზენაესი თაებრივი სამართლიანობა. რამდენადაც სწორედ რუფის უზენაესი ნების გამოგინება დედამიწის ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის ერებად განსახილება და ისტორიულ ეროვნულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ნამდვილად სულად თანხმობენ ასე არის ძალიან კარგი ჩამოყალიბებული მოკლედ ლაკონურად და გასაგებად. სწორედ აი ჩვენ კიდევ შემოგვიერთდა ბატონი ირაკლი გაგლიძე, რომელსაც ძალიან საინტერესო პროექტი აქვს, გვარაშვილობის პროექტი აქვს, როგორ უნდა მოხდეს გვარაშვილობა და როგორ გადაარჩეს ეს გვარაშვილობა. იმიტომ ჩვენ გვქონდა ეს ფაქტიურად სოფლებში იყო გვარების მიხედვით იყო დასახლებები, რაც მოიშალა. იმიტომ რომ სოფლებში აღარ დარჩა ხალხი. მე ვიყავი წასული ერთ-ერთ რაიონში და თქვი კიდევ ტელევიზიით ბევრი სახლი მიტოვებული, დანგრეული, დაკეტილი, აი გული მოგიკვდება ადამიანს, ესე იგი მისმა წინაპარმა რამდენი შრომა ჩადო. ეს სახლი აეშენებინა, გაეკეთებინა, მიეყვანა, გამრავლებული იყო და დღეს ეს გული გიკვდება, დაკეტილი სახლები, უპატრონოდ მიტოვებულები და ეს ნამდვილად საზარელია რა. მე ვამბობ რომ მკვდარი ქალაქი კინოებში რომ მინახია მკვდარი ქალაქი და ერთი ძაღლი თუ გაირბეს სადმე და რაღაც უკვე ძაღლიც აღარ ჩერდება უკვე ეს არის ძალიან დამღუპელი და ჩვენ რომ გადავარჩინოთ ქართველი და საქართველოს რომ გადავარჩინოთ პირველად უნდა გადავარჩინოთ სოფელი მე ესე ვიტყვი სოფელი თუ არ გადარჩა ყოველთვის ქალაქი იდგა სოფელზე და დღეს პირიქით არის სოფელი იდგა ქალაქზე როცა ქალაქი უნდა იდგა სოფელზე ჩვენ ძალიან ცუდ მომალებაში ვართ. ფაქტობრივად ეს იგივეა რა, მოგთ ესე ვთქვათ, თუ ოჯახები არ შეიქმნა და ოჯახის სიმხარე არ იქნება, საქართველოს აღარ იარსებობს. ჩვენ ვართ დიდი ოჯახი და თუ ეს ოჯახები არ იქნება, საქართველოს არ იარსებობს, ხომ და თუ სოფელი არ იარსებობს, ხვალ საქართველოს აღარ იარსებობს. ეს იქნება სწორედ პირველი ნაბიჯი დაღუპვისა, რისკედაც მივდივართ. დღეს ახლა რა ხდება? სოფლები იცლება მოდიან თბილისში. თბილისიდან კიდევ მიდიან უცხოეთში. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ ესე იგი არც თბილისში საერთოდ შედარებია, ხო? და მიდიან უკვე უცხოეთში და იქ ეძებენ უცხოეთის ცხოვრებას. და მათ ის არიციან, აი რაც ელია მეორე უთხრა საქართველოს პატრიარქმა, სანამ კოვიდი დაიწყებოდა, ჩამოდით რომ საქართველოსშია, თორე უბედურება დატრიალებაა, ხო და მე გაგიჭირდება ჩამოსვლა. მე იხვეწებოდნენ ხო ჩვენი ემიგრანტები ისწავლები არიან რომ ჩამოვიყვანეთ საქართველოში, ჩარტერული რეისები დაინიშნა რომ ჩამოეყვანა ეს ხალხი საქართველოში. ხალხო ჩამოდით. ხო მიიღეთ გამოცდილება, ხო იშოვეთ ფული. დღეს გვეუბნებით ეცა რომ ჩამოვიდეთ საქართველოში რა გავაკეთოთ. ის უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა გავაკეთოთ და საქართველოს ფეხზე უნდა დავაყენოთ. ერთად და თქვენ უგონიათ ჩვენც ადამიანები ვართ. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ვის დავუტოვოთ უპატრონო ეკლესიასო ეშმაკები დაეპატრონებიანო და ეშმაკები და შავები და ყვავები მოდიან უკვე დასაპატრონებლად და ვიღა დავრჩები ჩვენ აღარ შეგვიძლია გავწყდებით წელზე იმიტომ რომ ჩვენ უკვე ესე ცოტანები ვრჩებით საქართველოში ქართველები ჩვენ ვეღარ შევძლებთ იმიტომ რომ ისინი ჩვენზე მეტნი იქნებიან თქვენ გინდათ აქ ჩამოხვიდეთ და აუ რა მაგრები ხარ და რა ფული იშოვეთ ხალხო აქ ვიშოვოთ აქ დავაყენოთ საქართველოს ფეხზე რა იქიდან თქოს ნუ გვასწავლეთ კი ჩვენ გვესმის მაგრამ ჩვენ თქვენი ფული თქვენ რო ფულს აგზავნეთ და ვალებს რო ეხეთ ეს ფული ისე უცხოეთში მიდის უცხოურ ბანკებში მიდის ეს ფული იმიტომ რომ ეს რო გონია საქართველოს ბანკი არც ერთი არ არის საქართველოს ეს არის ყველა უცხოეთიდან შექმნილი და ეს ფული ისევ იქ მიდის და საქართველოში არც არაფერი არ რჩება ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და ერთად გადავარჩინოთ საქართველოს. იმიტომ რომ დღეს კიდევ თუ უცხოეთში ქართველობა გაქვს შემორჩენილი კიდევ ეკლესიის და მართლმადიდებლობის თქვენ დიდი დამსახურება რომ იქ შეიქმნა ეკლესიები და სადაც ყავს იხმეთ მიდიხარ სალოცავად და იქ ხვდები და ქართულ სწავლობს კიდე ბავშვი და რაღაცა ესეც რო არ იყოს ძალიან ცუდი მდგომარეობაში მოხდება. მე ეკლესიაში ძალიან ცუდი ბევრი რაღაცა სიგლახე ხდება, მაგრამ არ მინდა მე ახლა ამ სიგლახეზე დავამახვილო ყურადღება. მინდა მხოლოდ კარზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ სიგლახე ყველგან ხდება, მაგრამ მოდით ერთ მხარში მოვხავშავთ და
კარგზე ვისაუბროთ. აღარ გვინდა ამდენი ნეგატივი. მოდი გაღიმებული შევხვდეთ ეს ყველაფერს და გაღიმებულად ხელი ჩავყიდოთ ეხლა და გამოვიყვანოთ იმ გლობალურობით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგ უნდა გავაკეთოთ და იერი ღვთაებრივი წარმონაქმნია. ეს არ არის უბრალო ადამიანთა ერთობა და ჩვენ ერთად გვეძლევა უფლის მადლი, როცა გაერთიანებული ერთად ვდგავართ, მაშინ გვეძლევა უფლის მადლი, თუ არა დაქსახსულ ერთს არ ეძლევა ეს მადლი და ესეც არის ჩვენი გასაჭირის ისა და მეორე ისიც არის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება დედამიწაზე და მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველების მადლი და ქართველის არსებობა შეიგრძნო და შეიგრძნო მთელმა მსოფლიომ. ქართველი დედის გაზრდილები არიან ახლა სხვადასხვა ქვეყნებში მარტო კი არ მურიან მოხუცებს და ბავშვების გაზრდაც უწევს და იქ ქართველი ქალის დიდბუნება და ქართველი ქალის მადლი და ქართველების მადლი გაიტანეს საზღვარგარეთ და მსოფლიო საჩვენეს, რომ ქართველობა რა არის, ავიცაჩვენეს და კარგი სხვათა შორის და მაგრამ მე მინდა ეხლა ჩვენს ტელემაყურებლებსაც და ყველას უთხრა არსებობს პროგრამა რომელიც ღვთისგან ამოწოდებული ეს არ არის ბატონი აკაკის დაწერილი და ღვთიურია ეს პროგრამა და ღმერთმა მოგვაწოდა გადარჩენის გზა უფლის სიტყვა მოვიდა და გვაქვს ჩვენ ქართველებს ეს უდიდესი მადლი რომ გადარჩენ რომ ხვალინდელი დღე გაგვითენდეს რომ ჩვენ შვილებს მომავალი ქონდეს და რომ ლაზარე აღდგეს ლაზარე ქართული ცნობიერებაა და რომ ლაზარე აღდგეს და უფალი აღადგეს ლაზარეს ქრისტე მივიდა 4 წლის მკვდარი ლაზარე აღადგინა და 4000 წლის წინ ქრისტეს დაბადებამდე იყო გარდაცვლილი კიდე ლაზარე 2 დღეო იყო და მე 2 დღე კიდე დარჩაო და მე მოვიდა და შეეგებაო მარიამი და მართაო რომ გარდაიცვალო არაო არ გარდაიცვალო მიიძინაო და რომ მიიძინა გამოსაღვიძებელია და თუ არ ვირწმუნეთ რომ ქრისტე მოვიდა და მეორედ მოსვლა ლაზარეს ვინ აღადგენს ვის შეუძლია ლაზარე აღადგინოს გარდა იმ ცნობიერებისა რომელიც უფალმა მოგვაწოდა და რომელიც ჩვენთან არის და ჩვენ ეს უმდიდრესი საქართველოს გვაქვს ხელში და უმდიდრესი და უდიდესი ეს ცნობიერება ღვთიური ცნობიერება და ღვთის სიტყვა და უფლის სიტყვა ერდოღანმა თქვა რომ ქართველებს ის ღმერთი იმაშობაო ერდოღანი ჩვენს იმას მესხეთს რომ უმღერის ალბათ გაგიგიათ თქვენ ჩემო მესხეთ რომ ჩემო დატანჯულო მიწაო მალე იქნებაო სხვადასხვა არის ახლა ერდოღანს უბებია ქართველი ყავდა ხო არის მაგის ხო და ჩვენს მიწებს და ჩვენს ქართულობაზე ყველა სხვალები აქ იგი მარტო რუსი კი არ არის ოკუპანტია თურქეთი ოკუპანტია დავით გარეჯი რო წაგვართვა აზერბაიჯანმა არ არის ოკუპანტი კაცო სევანის ტბა გოჩა ჩვენი იყო სევანი ხო იმან რო წაგვართვა ეგერ იმან თურქეთში მთელი ჩვენი მიწები თურქეთშია და თურქეთი ძმა არის რო აწყალდებენ და ძმა არის ყველა ჩვენ უკვე სხვა განზომილებაში უნდა გადავიდეთ ქართველებო ჩვენ მტრობა თუ ჩვენ მებრძოლები ქრისტიანობა მებრძოლი რელიგია მაგრამ თავდაცვითი ბრძოლები ქონდა ჩვენ დაპყრობელი არასოდეს არ ყოფილვართ ისტორიულად ჩვენ სულ ვაწარმოებდით თავდაცვით ბრძოლებს და ეხლაც როგორც ქრისტიანი და როგორც მართლმადიდებელი ხო ვიბრძოლოთ უნდა ჩვენი მამულის გადასარჩენა აგერ ტელევიზია გვაქვს მამული და 10 წლის მოღვაწეობა თქონია და ბატონო თემო და მე კიდევ ვფიქრობ რომ კიდევ მოხდება ჩემი ამ ტელევიზიაში მოწვევა და ღმერთმა წარმატებები მოგცეთ და დღევანდელი დღისთვის მადლობა თუ რამე უთხარი ჩემს ერს და ქვეყანას და ამისთვის კიდევ მადლობა თქვენ შესაძლებლობა რომ მომეცით ამისი და რა ვიცი ერის გამოგვიძება მთავარი ღმერთი გვეუბნება ფული თუ სული უფალი თუ ფული და ჩვენ უნდა ავირჩიოთ უფალი სხვა გზა ჩვენ არ გადაგვარჩენს და ჩვენ გამარჯვებასთან ვერ მიგვიყვანს და ვერ გავწყინდებით უფლის გარეშე ჩვენო ტელემაყურებლებო და ჩვენო ემიგრანტებო მე უკვე თქვენ მოგმართავთ რატომ ის ადამიანი ეკლესიაში სალოცავად იქ აი ყველა რო იხდეთ თავს ღვთის სახში
აი მადლი მაშინ მოდის დიდი მადლი. ყველა შეგვიძლია სახში წავართოთ, სანთელი წავიკითხოთ, მამაო ჩვენ ვთქვა და მოვილოცოთ. მაგრამ იქ არის მადლი, როცა ეკლესიაში მიდიხარ. ღვთის მადლი სწორედ აი ეს ერთიანი ლოცვაში მოდის ღვთის მადლი. ასე რომ ჩემო ემიგრანტებო, საქართველოს გამარჯვების მადლიც ჩვენს ერთიანობაში მოდის საქართველოს თქვენი ჩამოგზავნებით. აი მაშინ გავემარჯვოთ ყველა. აი მადლი მაშინ ექნება საქართველოს და ქართველებს. ამიტომ გაითვალისწინეთ, როგორც ეკლესიაში დადიხარ და მადლი გამოდის, ისე ის მადლი გამოვა სწორედ საქართველოში და ერთად გავემარჯვოთ. ერთიან გამარჯვებას გავუმარჯოს, ჩვენს მამულს გავუმარჯოს ტელევიზიას და ჩვენ დიდ მამულს გავუმარჯოს, რომელიც ჩვენი საქართველო, ჩვენი მამულია. მალოთ ყურადღებისათვის მოხწერეთ, დაგვიკომენტარეთ, გააზიარეთ და ყველა მოყურეთ. უყურეთ ამ ტელევიზიას და ძალიან საინტერესო პიროვნებები იქნებიან ჩვენ ტელევიზიაში მოსული. მალოთ ყურადღებისათვის. მადლობა.